მოგესალმებით. მე ვარ თენგო დოლიძე. ძალიან მიხარია რომ ვარ გადაცემა ჩემი კუთხის მასპინძელის დღევანდელი გადაცემის წამყვანი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უძღვებოდე ასეთი შინაარსის მქონე გადაცემას. ძალიან მიხარია რომ ეს გადაცემა არსებობს, რომ გადის ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასეთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროდუქტს ქმნის. ჩვენ დღეს მაყურებელს ძალიან საინტერესო კონცეფციით მომზადებულ სამ აჭარულ კერძს გავაცნობთ და გარდა ამისა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ორ ტურისტულ ატრაქციას ვესტუმრებით. ბუნებრივია ძალიან რთული იყო ამის შერჩევა, არათუ ორი ტურისტული ატრაქციის, არამედ ძალიან რთულია აჭარაში რამდენიმე გადაცემით ამოწურო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თემა, რომელიც კულტურას ეხმიანება. ვინაიდან ასეთი ძალიან მრავლადაა ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი, თუმცა ამ შემთხვევაში მე ჩემს პირად ემოციურ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით შევარჩევ ორ ასეთ ადგილს. ერთ-ერთი არის აჭარის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად დაიმკვიდრებს თქვენს გულსა და გონებაში განსაკუთრებულ ადგილს და მეორე გახლავთ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ტაძარია ჩვენს რეგიონში. ამ ადგილზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა კულტურულ მემკვიდრეობაში, რადგან თავად ძეგლსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. მას ამშვენებს თამარ აბაკელიას რელიეფური ფრიზი და აქ წარმოდგენილი ექსპონატები ქმნიან ძალიან მნიშვნელოვან ექსპოზიციას. ადრე ამ შენობაში რევოლუციის მუზეუმი იყო და 1998 წლის 19 დეკემბრიდან ჩვენ ქალაქში სწორედ ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი ფუნქციონირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ქმნიან ერთიან სურათს ქართული და ევროპული ხელოვნებისა. ამ მუზეუმში დაახლოებით 2 წელი გავატარეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული მომენტი იყო, როდესაც ვემსახურებოდი ხელოვნებას. ჩვენ შორის ემოციური კავშირი არ გაწყვეტილა და ის რომ დღეს აქ ვარ, სწორედ ამის ნათელი დასტური და მაგალითია. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ქმნიან ნათელ სურათს იმისა, თუ რამდენად მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო და ლამაზია როგორც ქართული, ასევე ევროპული მხატვრობა. ყველა ადამიანს ვურჩევ აუცილებლად, ვინც ბათუმს ესტუმრება, რომ ერთხელ მაინც დაათვალიეროს აჭარის ხელოვნების მუზეუმი და გაეცნოს აქ წარმოდგენილ შთამბეჭდავ ხელოვნების ნიმუშებს. ჩვენ შემდეგი ლოკაცია გახლავთ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც თავისი არქიტექტურით, სტილითა და შინაარსით ბათუმელებისთვის ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილია. იგი აგებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბერძენი მორწმუნეების მიერ. არქიტექტურას ეტყობა ბიზანტიური გავლენაც. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი სტილისაა. იგი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული ადგილია, ვინაიდან აქ არის ჩემი მოძღვარიც. ამ ტაძარში გავატარეთ მთელი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი და ახლაც ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა, აქ მოვდივარ. ამის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, ვესტუმრებით ჩვენი კუთხის მასპინძელს, ქალბატონ მზია ხახუტაიშვილს, რომელიც ჩვენი გადაცემისთვის სამ განსაკუთრებულ აჭარულ კერძს მოამზადებს. წავედით! აი მოვედით ჩვენ უკვე ჩვენს მასპინძელთან, ქალბატონი მზია ხახუტაიშვილი იქნება ჩვენი მასპინძელი დღეს, რომელიც აჭარული სამზარეულოსთვის ძალიან ყველასათვის კარგად ნაცნობ სამ კერძს მოგვიმზადებს, რომელიც მისი აზრით განსხვავებული და ძალიან გემრიელი გამოუდის, უკვე მას დიდი ხანია, ასე ამბობენ მეგობრები. რა განსაკუთრებული ინგრედიენტებით მომზადების ტექნიკით არის ის ასეთი განსაკუთრებული, თვითონ უკეთესად მოგვიყვება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაგვიზიარებს იმ რეცეპტს, რომელიც
თქვენს დაგეხმარებათ, რომ შემდგომ ასეთივე გემრიელად მოამზადოთ ეს 3 კერძი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონო მზია, რომ წარგვიდგინოთ თქვენი თავი და გვითხრათ, რომელ 3 კერძს მოამზადებთ დღეს ჩვენი მაყურებლისთვის. მოგესალმებით. მე ვარ მზია ხახუტაიშვილი და სასიამოვნოა ჩემთვის თქვენს გადაცემაში მონაწილეობა. და მინდა გითხრათ, რომ წარმოშობით მე გახლავართ ქობულეთელი და ქობულეთურ 3 კერძს მოვამზადებ და ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული, რომელიც ამ კუთხისთვის არის ნიშანდობლივი და ისიც არის აღსანიშნავი, რომ აი ეს კერძი იმდენად მნიშვნელოვანია ქობულეთელთათვის, რომ გათხოვილი ქალის გამოცდაც კი ამ კერძის მომზადებით ფასდებოდა. ამდენად ეს გახლავთ რომელიც თქვენ წარმატებით ჩააბარეთ. ერთგვარად. შეიძლება ითქვას, მშვენიერი. ეს კერძი გახლავთ იახნი, იმიტომ რომ ყველასათვის, ვინც კი ქობულეთს იცნობს, მისთვის იახნი ასოცირდება ამ კუთხესთან. მე საგანგებოდ მინდა გავამახვილო ყურადღება რიგ ინგრედიენტს, რომელიც იახნისთვის არის ნიშანდობლივი, მიუხედავად პარალელებისა, რომ იგი მიაგავს ხარჩოს, იგი მიაგავს რაღაც ტიპურ სხვა კერძს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გავრცელებული. დავიწყებ იმით, რომ დროის მოგების მიზნით მე მომზადა მაქვს უკვე ხორცი, მაგრამ აქ უნდა ვთქვა, აქვე საგანგებოდ უნდა ვთქვა, რომ იახნისთვის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი გახლავთ ხორცი, მკერდის ხორცი, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებით ცხიმიანი ნაწილი ხორცისა, რომელიც განსაკუთრებულ გემოს მატებს ამ შემთხვევაში იახნს. ასე რომ დავჭარი საკმაოდ მოზრდილ ნაწილებად ხორცი იახნისთვის, მკერდის ნაწილი, მოვხარშე, რაც შეეხება შემდეგ ეტაპს ამ კერძის მომზადებისას, ამისოც საზოგადოდ გვჭირდება ხახვი, აუცილებლად გვჭირდება ნიგოზი, აუცილებლად გვჭირდება ზაფრანი და ხმელი ქინძი. აი დავიწყებ მე პარალელურად ხახვის დაჭრას, ის წვრილ ნაწილებად უნდა დაიჭრას. აჭარაში დაახლოებით ალბათ 20-25 წლის წინ ვინც ქორწილში მოხვედრილა და მაშინ ესეთი სარიტუალო დარბაზები ძალიან ტრენდული და მოდური არ იყო, მიმართავდნენ ხოლმე დამეთანხმებით თქვენს შეფმზარეულებს, რომელიც ძირითადად მამაკაცები გახლდათ. ბაბუაჩემი თამაზ დოლიძე სწორედ ასეთი სახელგანთქმული შეფმზარეული იყო. დღემდე გვაქვს სახლში შემორჩენილი რაღაც გიგანტური ხის კოვზები, ქვაბები და ასე შემდეგ და ზუსტად მახსოვს ამ კერძის მნიშვნელობაზე ისიც როგორ განსაკუთრებით საუბრობდა და ლაპარაკობდა. უდავოდ მეც მახსოვს ეგ ტრადიცია და მინდა გითხრათ, რომ ამ ტრადიციას მე კარგად ვიცნობ როგორც ბებიისგან გადმოცემით, ესე დღემდე მყავს ხოლმე ახლობელი ადამიანები, რომელთაგანაც ყოველთვის ვიღებ რჩევადარიგებას, იმიტომ რომ ის რაც არის ქართველი ერის ტრადიცია, ის რაც კოდირებულია ქართველი ერის ცნობიერებაში, მას მოვთხილება, მას სჭირდება გადაცემა თაობიდან თაობებზე. ეს კერძები არის ჩემი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილიც. ხომ შეიძლება მეც ვცადო თქვენთან ერთად? შეგიძლიათ, ხედავთ, რომ სამისოდ გამოვიყენეთ 3 დიდი მოზრდილი თავი ხახვი და ის წვრილ ნაწილებად დავაქუცმაცეთ. იმისთვის რომ რაღაც ნაწილი ქვაბში ცოცხლად, აი ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ შემთხვევაში ნედლი ხახვი, დაჭრილი ხახვის ნაწილი, ნედლი ხახვისა უნდა ხარშვის დროს მოვათავსოთ ქვაბში, მეორე ნაწილი კი უნდა მოვშუშოთ
ტაფაზე რომელსაც უნდა შევუვიოთ ერთად. ერთს გეტყვით უბრალოდ იცით რომ ისტორიული ბედუკუხმართობის გამო ეგ რეგიონი ავაცახსენებელი პერიოდის გამო ტრაგედია იყო ფაქტობრივად შეიძლება ითქვას თუნდაც მუჰაჯირობა ან თურქთა ბატონობა ოსმალთა თარეში ამ რეგიონში ამიტომაც ცხადია ამ კულტურის გავლენა დიდია ზოგადად აჭარის რეგიონზე, მის კულტურაზე, რა თქმა უნდა, ელემენტები ცხადად ჩანს და იმ კულტურათა კომუნიკაციაც ცხადად აისახა აქაურთა მკვიდრების მეტყველებაზეც, სამზარეულოზეც და მათ შორის აი ეს კერძი გახლავთ სწორედ აღმოსავლური წარმოშობისა. ახლა რომ დავუბრუნდეთ ისევ კერძს ქალბატონო მზია და გვითხრათ შემდეგი თანმიმდევრობა როგორ არის? მაშ ხახვი მზად არის, ჩვენ ახლა შემოვდგავთ ქურაზე ქვაბს, შემდეგ ხახვის ნაწილს ჩავყრი ქვაბში, ხოლო მეორე ნაწილს მოვშუშავ ტაფაზე. შემდეგ დავუმატებ ზაფრანს, ასევე პარალელურად ნიგოს დავაყრი ერთ ნაწილს ზაფრანისას, იმისთვის რომ დავაბლენდეროთ და აქვე დავუმატებ 4 ყბილ ნიორს, ცოტა პილპილს, ასევე ხმელქინძს. უკვე მზად არის იახნი. თქვენის ნებართვით დავაგემოვნებ. შეგიძლიათ მიირთვათ და გითხრათ ჩვენს მხარეში ასე იტყვიან, კერძი ისე გამოიყურება ლაპარაკობსო და აი თქვენც უნდა ნახოთ მოკლედ. დიახ, კონსისტენცია გახავთ იმგვარი, რომ არ უნდა იყოს არც თხელი და არც ძალიან სქელი. როგორც გითხარით, ამ კერძის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ღირებულება არის ის, რასაც ქვია ცხიმის რაოდენობა, როგორც ჩანს თენგოს დიდად არ უყვარს ცხიმი გამოაცალა ხორცის ნაწილს. გამიჯერეთ, ფანტასტიკურია, უგემრიელესია და მე მგონია რომ აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ ქალბატონი მზიას რეცეპტი, მოამზადოთ ეს კერძი თუ გინდათ რომ დაიმსახუროთ თქვენი სტუმრების კეთილგანწყობა. მე მინდა ვთქვა რომ ეს რეცეპტი არ არის ჩემეული, ეს რეცეპტი არის ის, რაც ტრადიციად მივიჩნია ტრადიციით მაქვს და მეხსიერებაში მაქვს ჩაბეჭდილი და ეს არის ბებოს რეცეპტი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე ამ მოცემული კერძის მოსამზადებლად. ძალიან გემრიელია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ მაყურებელს ძალიან მალე დავუბრუნდებით. დავუბრუნდით ჩვენს ძვირფას მაყურებელს და გადავდივართ უკვე მეორე კერძზე, ქალბატონო მზია, რომ მოგვიყვეთ, ამჯერად რას მოვამზადებთ, რა ინგრედიენტებისგან შედგება შემდეგი კერძი და როგორია თქვენეული მომზადების ტექნიკა. შემდეგი კერძი გახავთ ეგრეთ წოდებული ბრინჯიანი ქათამი, იმდენად რამდენადაც ეს კერძი არის ცნობილი ქობულეთში, ასევე უნდა აღინიშნოს როგორც დედლური. დედლურისთვის აუცილებელია ქათამი. ქათამი, რა თქმა უნდა, ცხიმიანი უნდა იყოს. ჩვენ წინასწარ დავჭერით და მოვამზადეთ ქათამი ამ მოცემული კერძისთვის. ინგრედიენტები კი გახლავთ ბრინჯი, ნიგოზი, ხახვი, ხმელი ქინძი, აქაც ამ შემთხვევაში შავი პიმპილი, თუმცა ბევრი მას ასევე უმატებს ნედლქინძსა და ოხრახუშს. ერთი უცნაური კითხვა მაქვს, შეიძლება ჩვენს მაყურებელს გაუკვირდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ. ეს ხორცი დედალი უნდა იყოს ალბათ. თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეხლა დედლური რაკიღა არის ტრადიციით ალბათ ეგ. ხო, აი რაღაცა ტრადიცია ამას ხო არ გულისხმობს. უნდა იყოს აუცილებლად სუყე ხორცი, რა თქმა უნდა და არ უნდა იყოს, დიახ, არ უნდა იყოს მაგალითად წიწილა, რომელსაც ჩვენ ოკეი, გავიგეთ. ისთვის ვიყენებთ. ამიტომაც პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ და რა თქმა უნდა პარალელურად ვამზადებთ,
ქათმისთვის საჭირო ბრინჯს მას დასჭირდება დაახლოებით 1 ჭიქა ბრინჯი, რაკიღა ძალიან სწრაფად იხარშება ქათამი ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ როგორც წესი მოხარშვის შემდეგ, ქათმის მოხარშვის შემდეგ ბრინჯს ვაყრით, ბრინჯი და ქათამი ერთად მოიხარშება, ამის შემდეგ აუცილებლად ვჭრით ხავსს და საკმარისია 3 საშუალო ზომის ხახვი, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან წვრილად ვჭრით. ალბათნო მზია, ჩვენ მაყურებელს დავუპირდით, რომ ცოტას თქვენი პროფესიული საქმიანობის შესახებაც მოვუყვებოდით და მოკლედ რომ მოგვიყვეთ, მართალია ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი მოყვეთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, მაგრამ ეს ნაწილიც რომ ვუთხრათ მაყურებელს, რა საქმიანობთ და საიდან იცით ეს ყველაფერი ასე დეტალურად და სიღრმისეულად. მოგახსენებთ, მე გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიით მე ვარ ლინგვისტი. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ახალგაზრდებთან და ვარ უსაშველოდ ბედნიერი ამ კომუნიკაციით. მინდა გითხრათ ასევე, რომ ჩემი სპეციალობა არის ფილოლოგია და შესაბამისად ფილოლოგიურ კვლევებს დღემდე ვაგრძელებ. დაწყებული იქიდან, რომ ექსპედიციაში არაერთხელ ვყოფილ ვარ ქობულეთელ მუხაჯირებთან, ანუ თურქეთის ამ კვლევებმა და ექსპედიციებმა მიგიყვანათ აქამდე. დიახ, აქ ძალიან საინტერესო ტექსტები მაქვს ჩაწერილი, არაერთი კვლევაც ამ მიმართულებით, ასე რომ ცხადია, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ძალიან მიყვარს ზოგადად მეცნიერებაც, კვლევაც და ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას. სიყვარული ეთყობა. გეტყვით, რომ დავაღიარებ, რომ ნამდვილად მიყვარს ხელოვნება და შესაბამისად ვცდილობ გარემო, სადაც აქტიურად ვარ ხოლმე, იყოს აუცილებლად მოწესრიგებული, გემოვნებიანი და რა თქმა უნდა, უსაშველოდ ლაღად უნდა ვიგრძნო თავი. ამიტომაც ეს გარემო არის შთამაგონებელი თქვენთვის. დიახ. შვენიერი. ქალბატონო მზია, რომ დავუბრუნდეთ ისევ კერძს, აგვიხსნათ თანმიმდევრობა, როგორ მზადდება, თქვენ მიერ შემოთავაზებული კერძი, რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ და შემდგომ უკვე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და შეგიძლიათ მზადების პროცესში რამე საინტერესო ფაქტები კვლავ გაიხსენოთ. სანამ დავიწყებ საუბარს კონკრეტულად საკითხზე, გავაგრძელოთ რა ინგრედიენტები სჭირდება მოცემულ კერძს. აქაც ისევე როგორადაც იახნის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ნიგოზი. ნიგოს ვუმატებთ ამ შემთხვევაში 3 პატარა კბილ ნიორს, ასევე ვუმატებთ როგორც იახნის შემთხვევაში ზაფრანს და ვუმატებთ ასევე ხმელქინს. რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, ვის როგორ მოსწონს ცხარე და ცხადია ვაბლენდერებთ ამას, ისევე როგორადაც იახნის შემთხვევაში ვშუშავთ ხავსს და აი ამ მოშუშულ ხავსს მოხარშულს ბრინჯთან ერთად მოხარშულ ქათამს ვამატებთ. მეორე კერძის დაგემოვნების დრო მოვიდა, ქალბატონო მზია, თქვენის ნებართვით კვლავ მე დავაგემოვნებ. შესანიშნავია, უგემრიელესია მართლა. ძვირფას მაყურებელს მივმართავ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი. თუ გინდათ რომ უგემრიელესი დედლური მოამზადოთ, გააოცოთ თქვენი სტუმრები. მე გავაგრძელებ კერძის ჭამას და ჩვენ მალე დაგიბრუნდებით უკვე მესამე კერძით. ჩვენ დავუბრუნდით, ახლა უკვე მესამე კერძის მომზადებას დავიწყებთ. ქალბატონო მზია, გაგვანდეთ რა არის მესამე კერძი, რა განსაკუთრებული ტექნიკით მზადდება? ეს არის ძალიან იოლად მოსამზადებელი კერძი.
იმდენად რამდენადაც ინგრედიენტიც არის, სულ რაღაც 2-3-ოდე ინგრედიენტი მზადდება კვერცხისა და ყველისაგან და იწვება კარაქში. რა ქვია კერძს? კერძის სახელწოდება გახავთ ბორანო. ეგ სიტყვა არ არის უცხო ამ რეგიონისთვის, იმიტომ რომ ზემო აჭარაში გვაქვს ჩვენ ბორანი, რომელიც სულ სხვა ინგრედიენტებს გულისხმობს, სულ სხვაგვარად მზადდება, ბორანოს ქვია ყველკვერცხი და უბრალოდ მარტივად ყველისა და კვერცხის ათქვებით, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ყველი უნდა იყოს მომჟავო. ანუ როგორც ამბობენ, შემჟავებული ყველი. და კარგად დაქუცმაცებული, ხო? დაქუცმაცებული, რა თქმა უნდა, აი მოთავსებულია უკვე ჯამში, შემჟავებული ყველი, კვერცხი ამ შემთხვევაში გვჭირდება, ну, გააჩნია რა თქმა უნდა, ტაფის ზომას, რა რაოდენობითაც აქვს სურს, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ ყველი არ არის მცირე რაოდენობით და მნიშვნელოვანია ამ კერძისთვის. შესაბამისად, ახლა როგორ ვიქცევით? ვათქვებთ კვერცხს აი ამ დავჭხნილ ყველს კარგად ავთქვებთ და ჩვეულებრივ გახურებულ ტაფას ვასხამთ და აი მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შემთხვევაში ну სხვადასხვაგვარია მიდგომაც ამ კერძის მომზადებისას, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, ბებია ჩემი ამბობდა, შეიძლება აი ეგრეთ წოდებული მარაგი, ანუ პურის ფქვილი გამოვიყენოთ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებ მას და რა თქმა უნდა, ერთგვარი აი ტორტის ფორმის მასა გამოდის საბოლოოდ გამოცხადდა და ძალიან გემრიელიც არის. მაშასე ჩვენი მესამე კერძიც უკვე მზად არის. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მე კვლავ დავაგემოვნებ თქვენის ნებართვით. ნებართვით. და ითქვას, რომ საზოგადოდ ყველა კუთხეს თავისი პეწი აქვს, თავისი იერსახე აქვს, თავისი ღირებულებები აქვს, თავისი ტრადიციები აქვს, რომელიც საერთო ქართულია, მაგრამ საგანგებოდ უნდა ითქვას ის, რომ აი ზემო აჭარისა და ქვემო აჭარის მიმართების და თვალსაზრისით, რომ აი თითოეულ კუთხეს, თითოეულ სოფელს აქვს მისთვის დამახასიათებელი როგორც ენობრივი თავისებურება, როგორც მეტყველება, ასევე ტრადიცია, ასევე სამზარეულო, როგორც ამ შემთხვევაშიც დავრწმუნდით ჩვენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ აი ეს კულტურული მეხსიერების ელემენტები, ის რაც ცალკეულ კუთხეს ტრადიციით გადაეცემოდა, ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ხალბატონო მზია, ესე იგი თქვენი მოსმენა ცალკე სიამოვნებაა, ეს კერძიც უგემრიელესი იყო, როგორც დანარჩენი ორი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ასე საუბრის შესაძლებლობა მომეცა, ძალიან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე, ძალიან მაგარია და ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ამ გადაცემის წყალობით, გარდა იმისა, რომ ჩვენი მაყურებელი კონკრეტული კერძების მომზადების ტექნოლოგიას გაეცნო, ასეთი საინტერესო ფაქტებიც მოისმინა თქვენი წყალობით და თქვენს მადლობას გიხდით და რა თქმა უნდა, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გადაცემის ფარგლებში ჩვენ ასეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გადაახვიოს ეს კადრები, რეცეპტი ჩაიწეროს, აუცილებლად მოამზადოს ეს გემრიელი კერძები, თქვენ ნამდვილად გაოცებულები იქნებით და კმაყოფილები, რაც მთავარია. მე +5 კილოგრამით, უამრავი ცხიმით და ძალიან ნასიამოვნები, გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ მასპინძელ ოჯახს ასე კეთილად და გულიანად დახვედრისთვის და რა თქმა უნდა აჭარის ტელევიზიას, რომ ასეთი საინტერესო პროექტს ახორციელებს. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მთელს შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის და ჩემი წილი ცოდნის გაზიარებისთვის. ამას მე კიდე ხომ მაჭმევთ ცოტას. აუცილებლად. გემშვიდობებით მაყურებელს. დიდი მადლობა.